ციხე დარჩა რა გააკეთა ვინ მოიშორა თავიდან ძირი მიყვარდეს სწავლა გულმოდგინება შრომა და ჯაფა ნუ დაგზარდება იცოდე მხოლოდ რომ შენი ცოდნა შესაქმევანას გამოადგება მახსოვს პირველად სასწავლებელში დასაყვანადა რომ გამამზადეს მაშინან ბანი მომცეს მეხებში და შორს აღწასა მე გამამზადე რატომ გადააგდეს? იმიტომ რა არის? არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, კარგი წიგნია. მოდი რამეს დავუვეკოთ და ერთად ვნახოთ. ნახე, რა მაგარი წიგნები წერდა, მაგრამ შენ გარეშე არ დავათვალიერებ. ნაგავში გადავიდე. იღე ნაგვიდან წიგნის აყიდა რა. შემეცოდა, აი წიგნი ჭირდა. ნაგავში როგორ უნდა გადააკეთო? იყო და არა იყო რა. არსებობდა ფერადი და ხმაურიანი სამყარო, სადაც ქართული ანბანის ასოები ერთად ცხოვრობდნენ. მათ პატარა სოფელს ანბანეთი ერქვა. ყველა ასოს უნიკალური თვისება ჰქონდა. ყველაზე კეთილი და მზრუნველი ვარ. ყველას დედასავითვლული. ძლიერი და უშიშარი ვარ, მე სოფლის თველად ვითვლები. მე ყველაზე ცნობის მოყვარე და ჭკვიანი ვარ. მუდამ ახალი იდეები მაქვს. ერთ დღეს ანბანეთში დიდი პრობლემა გაჩნდა. სოფლის ცენტრში მდებარე ჯადოსნური წიგნი, რომელიც ანბანს ენერგიას აძლევდა, მოულოდნელად გაქრა. მისი გაუჩინარება გველეშაპმა ქაოსმა გამოიწვია, რომელიც ანბანის წესრიგს ვერ იტანდა. ასოები პანიკაში ჩავარდნენ, მაგრამ ამ შვიდად თქვა: ნუ გეშინიათ მეგობრებო, ერთად ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ. ბ და გ წამოდით გავიგოთ საცა იყო გველეშაპმა ჩვენი წიგნი. ბემ სქელი ფარი მოიმარჯვა. გემ კი ძველის ძველ რუკას გადახედა და თქვა: წიგნი გველეშაპის გამოქვაბულშია, მაგრამ გზაზე სამი გამოცანაა, რომლებიც უნდა აუცილებლად ამოვხსნათ. სამივე მეგობარი გზას გაუდგა. მალე ისინი პირველ გამოცანასთან მივიდნენ. გზად შეხვდა დიდი ქვა, რომელზეც წარწერა იყო: რა შეუძლია ყოველ ასოს, მაგრამ მხოლოდ ერთად აკეთებენ სრულად. გემ უცებ გაიცინა. ეს ხო მარტივია, ყველა ასოს ერთად შეუძლია სიტყვების შექმნა.
კარი გაიღო და მათ გზა განაგრძეს. გზად მუხის ხე შეხვდათ, სადაც ეწერა: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანბანეთში? ამ თქვა, ეს ხომ მარტივია. ყველა ასოს ერთად შეუძლია სიტყვების შექმნა. კიდევ ერთი კარი გაიღო და გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მესამე გამოცანასთანაც მივიდნენ, სადაც ეწერა: სიტყვების გარეშე რა არის სამყარო? ამჯერად გუნ თქვა: ქაოსი. თუ სიტყვები არ გექნება, წესრიგი დაიკარგება. კარი გაიხსნა და მეგობრები გველეშაპის გამოქვაბულში აღმოჩნდნენ. გველეშაპი დიდ წიგნს იცავდა და ჩურჩულით ფიქრობდა, როგორ გაენადგურებინა იგი. მაგრამ როცა ასოები გაერთიანდნენ და ხმამაღლა იყვირეს, მათ ჯადოსნური ძალა გამოეხმაურა. ასოსა ქვია ანი, ბ-ასოსა ქვია ბანი, ელეგიბოს დასაბანი. გ-ასოსა ქვია განი, წეწეში ყვას განი. დ-ასოსა ქვია დონი, როგორ სამჩი ციადონი. ე-ასოსა ქვია ენი, გაჭელა გიგი მცხენი. ვ-ასოსა ქვია ვინი, მამამ დადგა თვისვილი. ზ-ასოსა ქვია ზენი, ნახეთ ჯვარი ზედაზენი. თ-ასოსა ქვია თანი, მინდა გავხდე მე ეკრანი. ი-ასოსა ქვია ინი, მინდა მქონდეს ჩვენ ხალხი. კ-ასოსა ქვია კანი, გადაკეტე ჯერ ონკანი, პ-ასოსა ქვია პარი, წინავს სიკეთის ლამპარი. ჟ-ასოსა ქვია ჟანი, გვიყვარს ზედა არაჟანი, რ-ასოსა ქვია რაე, მზის სახელიც არის რაე, ს-ასოსა ქვია სანი, გვიყვარს ვეფხვის ტყავსანი. ტ-ასოსა ქვია ტანი, ულაპლაპებს სელაპს ტანი, u-ასოსა ქვია უნი, ბანანს არჩევს მაიმუნი, ქ-ასოსა ქვია ქანი, ზვაზე ცურავს სიავქანი. ღ-ასოსა ქვია ღანი, მიყვა ჯაჯილის ღაღანი. ჩ-ასოსა ქვია ჩინი, ცოდნა არის თვალის ჩინი. ც-ასოსა ქვია ცანი, მიაკ ბევრი გავიცანი. ძ-ასოსა ქვია ძილი, დათუნია გეყო ძილი. წ-ასოსა ქვია წილი, ქორწილია დღეს ქორწილი. ჭ-ასოსა ქვია ჭარი, საწნახელში დუხს მაჭარი. ხ-ასოსა ქვია ხანი, ჩემ მჭირდება ცოტა ხანი. ჯ-ასოსა ქვია ჯანი, ღმერთმა მოგცეთ ყველას ჯანი, ჰ-ასოსა ქვია ჰაე, ჩვენ გავფრინდით უკვე ჰაე. აბგ, ერთად ძლიერები ვართ. გველეშაპი შეშინებული გაიქცა. წიგნი კი ანბანეთში დაბრუნდა. მას შემდეგ ყველა ასო მიცის, რომ მათი ძალა ერთიანობაშია. ანბანის ორდენი კი მზადაა ყოველთვის წესრიგი დაიცვას. მას შემდეგ, რაც ასოებმა ჯადოსნური წიგნი გველეშაპისაგან დაიბრუნეს, ანბანეთში კვლავ სიმშვიდემ და წესრიგმა დაისადგურა. ასოები ბედნიერად აგრძელებდნენ ცხოვრებას. წიგნი კი სოფლის ცენტრში ბრწყინავდა და ყველას უნაწილებდა სითბოს. მაგრამ ერთ დღეს გმ უცნაური რამ შენიშნა. ჯადოსნური წიგნის ერთ გვერდზე უცნობი გაურკვეველი ნიშნები გაჩნდა. ეს რა უნდა იყოს? ჩაილაპარაკა გმ და A-სთან და B-სთან გაიქცა. A დაფიქრებული უყურებდა წიგნს. B-მ კი ხმამაღლას თქვა: ეს ქაოსის ხელწერაა, ის ისევ ბრუნდება. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს. ასოები ისევ გაერთიანდნენ და ჯადოსნური ორდენიც შეიკრიბა. გმ რუკა გამოიკვლია და თქვა: ამჯერად ქაოსი ცდილობს ანბანის ძველი სიმბოლოები გაანადგუროს, როგორიცაა ჰაერის ქვა, წყლის ლოტოსი და მიწის ჯვარი. თუ ეს მოხდება, ჩვენი ერთიანობა დაიშლება. ჩვენი ვალია სამივე სიმბოლო უნდა ვიპოვოთ და დაცული დავტოვოთ. სამოგზაურო ჯგუფი ქვისკენ გაემართა, რომელიც მთის მწვერვალზე ინახებოდა. გზად ძლიერი ქარი შეხვდათ, რომელიც მათ გაჩერებას ცდილობდა. თუმო თქვა: მე გავფანტავ ქარს, ჩემი ხმა ძლიერია, გამოვიყენებ. თუმო ხმამაღლა დაიძახა და ქარმა თავისით მორჩილად გაიარა. შემდეგ იყო წყლის ტბა. ზედაპირზე კი ქაოსის მაგიური სითხე იდგა, რომელიც ლოტოს აშრობდა. ხმ თქვა: მე წყალში ჩავალ და ლოტოს გავწნევ. მართლაც ხმ გაწმინდა ლოტოსი. ბოლო გაჩერება მიწის ჯვარი იყო, რომელიც დიდი მიწით იყო დაცული. ძმ თქვა: მიწას მე ვგრძნობ, სად გაჩერდება. ეს საქმე მე მომანდეთ და მართლა ძმ უსაფრთხოდ გაატარა გამოქვაბულში ჯგუფი, სადაც ჯვარი მშვიდობიანად დაიცვეს. სამივე სიმბოლოს დაცვა ნიშნავდა, რომ ქაოსი ვერაფერს მოახერხებდა. ასოები გაერთიანდნენ და ხმამაღლა დაიძახეს. ჩვენ ერთად ვართ. ქაოსის ძალები საბოლოოდ დაიშალა. ხოლო ანბანეთი კვლავ მშვიდობიანად განაგრძობდა არსებობას. დათუმა თაფლი მოიპარა.
გადატოვა ცარიელი, ფუტკრემა არა პატიეს, საძუნძულეს მინდა ველი. არწივი, ფრინველთა მეფე. შიდად ნავარდობს სეცაში. მისი ნებართვის გარეშე, ჩიტიც ვერ დაფრინავს ცაში. მომხოლოდ ღამე ნადირობს, თაგვებს ბნელში კარგად ხედავს. რომ არ გყავდეს ღამე ცველად, გადაჭამენ პურის ყანას. ყვავილებით მოქარგული, მინდორ ველი ვთადამდელო, ეს ხომ ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი დედა საქართველო. ზებრა რატომ დადიხარ ასეთ ჩავთეთრ ფერებში? იმიტომ რომ დედიკოს არავერიო სხვებში. ქორი სოფელ სასტრიალებს, ძირს წიწილებს ეტანება. კრუხს ამბავი აუტეხავს, მამალს თხოვა დახმარება. თაგუნია პატაწინა, მუდამ კრთის და კანკალებს. ეშინია არ წააწყდეს, ეშმაკი კატის თვალებს. ფოთოლი ხეს პატარებო, მარტო როდი ალამაზებს. იგი ფოთლების წყალობით სუნთქავს და ჩვენ ჟანგბადს გვაძლევს. ჩიტუნია ხეზერის სამულად გალებს, სამახალხალი ერთ ჭიქით გამჩნობს. ჰიპოპოტამი ხომიჩთ, რომ დიდი ბეჰემოტია, წყალში ბინადრ ბალახჭამს წონა ზომაზე მეტია. ნიანგი გაუმაწყარი, ჭამს და მაინც ვერ აწყება. ერთხელაც იქნება ვნახავთ, შუაზე როგორ გასკდება. უნაბი ხის ნაყოფია სასარგებლო თვისებებით, მიირთვით და გაივსებით მრავალი ვიტამინებით. კაკაჩავა წითელკაბა, შავ-შავ მაქვს ხალები, ცოტა დრო მაქვს რომ და გატკბოთ და თვლილი მაქვს წამები. როჭო კავკასიის მთებში იშვიათი ფრინველია, მისი დაცვა გაფრთხილება ყველა ჩვენგანის ვალია. წიმა მოდის ხაპაშხუბით დაასველა მთადამდელო, ყვავილებს თუ კენწეროებს ყველას თავზე გადაევლო. ყურა ძაღლის ოჯახშია, მაგრამ ის არ არის ძაღლი. ერთგულება მან არ იცის, არ მოჰკითხოთ ცოდო მადლი. დედამ მთვარე ერთმანეთში დაზმანივით არიან, ზე ადობს მთვარე ანათებს ერთმანეთში ხარი. წეროები შემოდომით ფრიგალებში მინდა გადაფრდადება და უკან გვიბრუნდებიან. ჩიტუნია ხეზე ზის და საამურად გალობს. ზის ამოსვლა უხარია და ჭიკ-ჭიკით გვაბცნობს. ობო ბამბუჯი დაანდა, იქ თავქსერში გაბმული, რა გინდა ჩემ შახში, იყავი ახლა დაბმული. შოშიები გალობენ, შროშანებს უმღერიან, შროშანები მადლობას თავის დახრით უხდიან. იხუნი, იდან ხეზე დახტის უში ჟარი ცხოველი. იწვერბაზე ისე ადის იმაღის არაშინია. ოფობს თავზე ვარცხნილობა, მეთანხმებით რომ უხდება, მისი ლამაზი ქოჩორი ბევრს ჩვენგან შეშურდება. ცისარტყელა წვიმის შემდეგ ცაზე შვიდფერადი ხატება, ვინც მოასწრებს ქვეშ გაძრომას სურვილები უსრულდება. ჯადოსნური ორდენი მზად იყო, მომავალშიც ნებისმიერი საფრთხე შეეჩერებინა. აბგოტუ ევოზუ თუ ასე ვიწყებთ ანბას, ნიკოლო მონო ოპოჟუ